ეს EICMA მსოფლიოში ყველაზე დიდი მოტო გამოფენა, რომელიც მილანში იმართება. EICMA-ზე მოტოს ახალ მოდელებთან ერთად შევხვდებით ყველა საჭირო ტექნიკასა თუ აქსესუარს, რაც მოტოსამყაროსთანაა კავშირში. წლევანდელ გამოფენაში 730 სხვადასხვა ბრენდი იღებდა მონაწილეობას მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ამზადებს 300,000 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ პავილიონებს, იმისთვის რომ ერთი კვირის განმავლობაში მილიონამდე მოტო მოყვარულს უმასპინძლო. აქ ასევე დაგხვდებათ 60,000 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი კვების ობიექტები, გასართობის სივრცეები და ადრენალინით სავსე სტანტ, ენდურო და კროს შოუები. როგორც წესი, კომპანიები ყველა ხერხს იყენებენ იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება მიიქციონ. ამიტომ ხშირად მოტოტექნიკასთან ერთად სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილ ულამაზეს პრომო გოგოებსაც შევხვდებით. სალამი ჩემო მოტო მეგობრებო, მოგესალმებით EICMA-დან, მსოფლიოში ყველაზე დიდი მოტო გამოფენიდან. დღეს 3 ნოემბერი არის, ხვალიდან იხსნება ეს გამოფენა და ერთი კვირის განმავლობაში ყველა მოტო მოყვარულს საშუალება ექნება დაათვალიეროს აწმყოც და მომავალიც მოტოსამყაროსი. ჩემს უკან მიმდინარეობს ამზადისი, ეხლა ათასობით ადამიანი ამზადებს პავილიონებს და სტენდებს იმისთვის, რომ ხვალიდან 10,000-ობით ადამიანმა მთელი მსოფლიოდან ნახონ რა გველოდება 2026 წელს სიახლეები მოტოსამყაროში. ჩვენ დღეს შემოვედით იმისთვის, რომ გადავიღოთ შიდა სამზარეულო და ვნახოთ როგორ ხდება, როგორ ამზადებენ სტენდებს სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლები EICMA-ზე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Pitstop Motos, რომელმაც მოგცა ეს საშუალება, რომ შემოსულიყავით დღეს და ჩვენი თვალით გვეხილა, მანამ სანამ მილიონობით ადამიანი შემოესწევა ხვალიდან აი ამ პავილიონებს. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ჩემ მეგობარ კომპანიებს, რომლებმაც მომცა საშუალება, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ და ემოგზაურათ აი ამ გიჟურ თავგადასავალში. ესენი არის Mobinex-ი, მათი მეშვეობით გვაქვს ინტერნეტი ულიმიტოდ და სტორებს მოგაყრით ძალიან ბევრს ამ დღეების განმავლობაში, ასევე Snacks, რომელიც არ გვაძლევს შიმშილის საშუალებას და ჩემი განუყრელი მეგობარი Tegeta Motors-ი, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. წავიდეთ ახლა თქვენთან ერთად დავათვალიერებ ყველა აი ამ პავილიონს და გადავიღებ მაქსიმალურად ბევრ კადრს მანამ სანამ ხვალინდელი დღე დადგება და გაიხსნება და შემოიყრება ძალიან ბევრი ადამიანი აქ. წავიდეთ. ერთ სულმა ხოდის დაგება ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნახოთ ჩიხოლებ მოხსნილი და მე კონკრეტულად ერთი მოდელი მაინტერესებს, Kawasaki ყავთ თუ არა წარმოდგენილი წესი და უნდა ყავდეთ, მაგრამ ხვალ გამოჩნდება ეს ყველაფერი. ეხლა ვარ ამ წუთას ყველაზე ლამაზ სტენდზე ამ პავილიონში, რა თქმა უნდა, Kawasaki-ს არის ეს სტენდი. და ნახოთ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დღეს შემოვედით აქ და არა ხვალ, იმიტომ რომ ხვალ აქ იქნება საგიჟეთი, სრული ქაოსი იქნება, იმდენი ხალხი იქნება და რა თქმა უნდა, ხვალაც ზეგაც, მაზეგის მერეც კიდე გადავიღებთ ყველაფერს და ყოველდღე აქ გავიღვიძებთ და დავიძინოთ, მაგრამ დღეს რისი გადაღებებით შევძელით, ამას სხვა დღეებში ვერ გადავიღებდით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მოვედი მოკლედ დღეს აქ. წავით, დავათვალიეროთ აი ამ სილამაზეს და გიტოვეთ ფონად ცოტა ხანი. ეხლა ვარ პირველ პავილიონში, უბრალოდ პირველი, მეორე, მეოთხე არის გაერთიანებული და აქ არის ძირითადად ჩინური ტექნიკა, რაღაცა პიჭუ-პაჭუ ტექნიკა, რომელიც დიდად არავის ინტერესს არ იწვევს და ცოტა ისეთი ბრენდები, რომელსაც დიდად ყურადღებას არ აქცევენ, როგორც მაგალითად Suzuki არის, აგერ
ჩემს უკან და ნელ-ნელა გავუყვებით ახლა გზას და ნორმალური ევროპული, იაპონური და ამერიკული ბრენდები იქეთ შემდეგ პავილიონებში გველოდება. დავით ახლა ნახოთ Suzuki ძირად სანახავი საინტერესო არაფერი არა, Hayabusa ყავთ ახალი წარმოდგენილი, GT ვერსიები ყავთ ახალი წარმოდგენილი, ახალ კლასში შეაბიჯეს როგორც იქნა Suzuki-მაც და სასწაულად ლამაზი პრომოგოგოები ყავთ. მეც ვერაფერს ვერ ვიტყოდი Suzuki-და. აი ეს მოდელი ნამდვილად ძალიან კაი გამოვიდათ. GSX RR რაც არის 1000 მართლა კაი გაარტყეს და გამოვიდათ ძალიან კარგი. მაგრამ დანარჩენზე ვერ ვიტყოდი იგივეს. ავეთ გავაგზავნეთ შემდეგ. ეხლა აღმოვაჩინე კარბონის მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს ნებისმიერ დეტალს აბსოლუტურად. ეხლა ამ წუთას არის აქ 2025 წლის პანიგალე სრულ კარბონში გამზადებული და ნებისმიერ მოტოციკლზე მე ამ წუთას Kawasaki-ზე ვიკითხე, შეუძლიათ გაამზადონ აი ესეთი კარბონის ნებისმიერი დეტალი აბსოლუტურად ჩაანაცვლებს ქარხმულ პლასმას და არის უმჩატესი და უმყარესი რაც მთავარი არის. მოკლედ, ვისაც აქვს პრობლემა ზოგადად წონის, მე პირადად არ მაქვს ეხლა მშვენიერ ფორმაში ვარ, მაგრამ თუ ვინმე არსებობს ვისაც წონის პრობლემა აქვს მოტოციკლზე და უნდა რომ უფრო მეტად გაახტუნოს თავისი მოტოციკლი, იდეალური ვარიანტია ეს დეტალები, ორიგინალი კარბონი არის და აი ესე გამოიყურება შიგნიდან და არის ძალიან ლამაზი და ეფექტური. მოკლედ ზუსტად იდეალურად იმეორებს ქარხმულ ფორმებს და არის უმჩატესი, ალბათ რავი 100 გრამია ალბათ მოკლედ რა. ძალიან საინტერესო არის. კონტაქტები მომაქვს. თუ იმეს გენდომებათ, შემდეგ დამიკავშირდით და დაგაკვალიანებთ, მოკლედ როგორ მიაგნოთ აი ამ კომპანიას რა. კიდე რაც თავარი არის, ნახე, ფერები არის, სხვადასხვა ფერები კარბონის შეუძლია აწარმოონ. ეხლა ამ წუთას ეს არის ცოტა იასამნის ფერში გადადის, ასევე შეუძლია სხვადასხვა ფერებში აწარმოონ ეს კარბონები და ძალიან ლამაზი და ეფექტური არის. მოკლედ, ეხლა ვართ ჩემთვის ყველაზე სასურველ შოურუმში, სტენდზე, რომელზეც წარმოდგენილი არის Kawasaki. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო სტენდი არის EICMA-ზე. ასევე აღსანიშნავი არის, რომ წელს EICMA-ზე დიდი სიახლეები არ არის წარმოდგენილი 2026 წელს რაღაცა კატასტროფულ სიახლეებს არ უნდა ველოდებოდეთ, თუმცა Kawasaki-მა გააკეთა IS 9 ZX-10R-ის, რომელიც გუშინ იყო პრეზენტაცია ინტერნეტ სივრცეში და შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცა ევროპულ და იაპონურ ბრენდებს შორის ერთადერთი სიახლე არის ეს. მეტი სხვა რაღაცა განსაკუთრებული სიახლე არ ქონია წარმოდგენილი არც იაპონურ და არც ევროპულ ბრენდებს მომავალი წლისთვის. ძალიან ლამაზი არის აქაურობა, ანუ ეს ძირითადი მოდელები საქართველოში დადის, მოძრაობს, ბევრ ჩემ ნაცნობსაც ყავს. ალბათ თქვენს შეგხვედრიათ ყველას ფაქტიურად ძირითადი მოდელები რაც აქ არის წარმოდგენილი, თუმცა ყველას ერთად რომ აი ესე ლამაზად უყურებ, აი გულს უხარია და უბედნიერესი ვარ, იმიტომ რომ მომეცა საშუალება პირველი ქართველი ვარ პრინციპში, ვინც ეს მოდელი ეხლა ლაივში ნახა, იმიტომ რომ გუშინ იყო სულ პრეზენტაცია ინტერნეტ სივრცეში და დღეს აგერ ყავს ჩვენს თვალწინ ეს მოდელი. დავათვალიეროთ და თქვენს განახებთ რა სილამაზეები ყავს Kawasaki-ს მოკლედ მოყვანილი EICMA-ზე წელს. ეს კი არის უკვე 2026 წლისთვის გამზადებული ZX-10R, შეცვალეს წინა მხარეს ფარები, წინა პლასმასი, ასევე დეშბორდი დააყენეს ახალი. გუშინ შედგა ინტერნეტ სივრცეში ამ მოდელის პრემიერა, უკვე რესტაილინგი ZX-10R-ის, რომელიც 2026 წელს გველოდება და დღეს უკვე აგერ წარმოდგენილი არის EICMA-ზე ეს მოტო და კონკრეტულად აი ეს მოტოციკლი იყო, რომელმაც მოიცვა მთელი ინტერნეტ სივრცე და რომლითაც გაიგო სამყარომ ახალი რესტაილინგი facelift ZX-10R-ის შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი არის. ZX-6R არის წინიდან, რო შეხედო, ძალიან გავს ცხვირი. უბრალოდ აი ეს air intake-ი გადაადგილეს და დაამატეს. აი ეს ესეთი დიზაინით, რომელიც ძალიან უხდება. 2008, 2009, 2010 წელს რო გამოდიოდა ZX-10R, ეგ იყო პირველი შემთხვევა და ერთადერთი, როცა ZX-10 და ZX-6R-ს ერთ და იგივე ცხვირი ჰქონდა. ან ფარები ჰქონდა ერთ და იგივე, მოკლედ, თვალები რა. და ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ZX-10-ის და ZX-6R-ის ფარები, ZX-6R-ის ფარები იქნება ერთ და იგივე. მოკლედ, წინდა რო შეხედავთ, ძალიან გავს ZX-6R-ს. ეს არის air intake-ი, უბრალოდ სხვაობა და ნუ ეს ულვაშებიც დაუმატეს წინ და ძალიან უხდება. ეს ფერები უბრალოდ რაღაც ჩემ დიზაინში ვეждდება, ვერ წარმომიდგენია რომ შეიძლება მომწონდეს ეს ფერები ლურჯი და მწვანე ერთმანეთში. ეს არის Kawasaki H2 SX-ი, როგორც ვიცი, საქართველოში ორი ცალი არის მხოლოდ. ნუ იდეაში შეხება არ მქონია ამ მოტოსთან, სულ მაინტერესებდა და ძალიან მელამაზება კიდეც უბრალოდ მგონია რომ ამასთან შედარებით სხვა ის მოდელი რომელიც მე მინდა ის უფრო პრაქტიკული იქნება, მაგრამ არ ვიცი. ზოგადად ძალიან დიდი სიმპათიით ვარ ამ მოდელის მიმართ. გამსჭვალული და
იყო რაღაც ვარიანტი, რომ მოკლედ ერთი პერიოდი ფიქრობდი ამ მოტოციკლზეც. ეს უკვე რესტაილინგი არის ახალი დეშბორდით და რაღაც უწვრილი დეტალები არის გამოცვლილი და რა თქმა უნდა გაუმჯობესებული არის წინა მოდელთან შედარებით, მაგრამ არც წინას არ აქვს რაიმე დასაწყნებელი. მოკლედ ძალიან კაი მოტო არის, ვისაც შორგზაზე მოგზაურობა უყვარს და სტაბილურად უყვარს 250-240 კმ/სთ სიჩქარით მგზავრობა, მისთვის არის იდეალური. Moment for us. First, as Joan said, we are passionate. ანუ ეს მოდელები ძირითადად ყველა ნაცნობი არის ჩვენთვის. საქართველოშიც არის ეს მოდელები უამრავი. უბრალოდ აი აქ თავმოხრელი რომ არის ყველა ერთად არის სასწაულად ლამაზი სადახავი. აი ეს არის პუნქტისტრადა, სასწაულად ლამაზი V4. არაფერი არ უყენია ამ ჭრას ამ მოტოციკლის და ამაზე რომ საფარგულები დამაკრდება და კიდე რაღაც დამატებითი აქსესუარები ისეთი ლამაზია რომ აი სასწაული. აი ეს არის ჯერჯერობით ოცნება. ან ეს აი ამ ორიდან უნდა ავარჩიო მოკლედ რომელზე შევაჯერებ არჩევას არ ვიცი ჯერჯერობით, მაგრამ დიდი ალბათობით იქნება ეს, იმიტომ რომ ეს ბევრად მაკლებს და ბევრად მეტად მომწონს ვიდრე ის. ის ძალიან ლამაზია ინტელექტი. ამ სწორ კარბონის მწარმოებელ კომპანიის სტენდში შემოსული და მაგიტო არის ეს ყველა მოდელი რომ ამდენ კარბონში არის წარმოდგენილი. აი GS-ზე ნახეთ ამდენი კარბონები ახეთ. აგერ XDL-იც და M&M-ები აგერ იქელი და წითელი პანიგალები კარბონში გაწყობილ გამზადებულები და ძალიან უხდება ყვითელი ფერი სტანდარტულად ყველა თუნდაც ყვითელი წარმომიდგენია მე და მე მგონი ყველას და ძალიან უხდება წითელი, მაგრამ ყვითელი ძალიან უცხო არის და აი ამ შემთხვევაში მაგალითად არ ვიცი ყვითელს ავიღებდი თუ წითელს იმდენად ლამაზი არის ყვითელი ფერის დუგატი. ასევე აგერ წითელ ყვითელი ერთად შერეული BMW Air 1000. აი ეს არის ნამდვილად ის მოტოციკლი, რომელიც დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა. ეს არის Tracer 9 GT Plus-ი, სულ ახალი 2025 წლის მოდელი არის. ეხლა დაიწყეს ამის გამოშვება და არის უკომფორტულესი. უბრალოდ ეს არის უცეპლენიო ვერსია, ანუ ტიპტრონიკი ესე ვთქვათ რა. და ჩემ შემთხვევაში ვიყოლიებდი ამას თვითონ ჩვეულებრივ სტანდარტულ მექანიკას. იმდენად კომფორტულია, რომ ვერც აგიხსნით რა. თორქი აქვს ძალიან დიდი. და შესაბამისად შორგზაზე ამითი წასვლა იქნება, რავი, აი ვერც დავიღლები ისე წავიდოდი ეხა ამ ბაიკით სადმე შორს. წინა ნახე როგორი ბოროტი არის, იმენა მამაოსთან რომ იყო, ანუ არა ყურთხებს ისეთი უხეში არის. აი რო შეხედავ, გეჭხუბება, აი იმენა. აი ხა გახარ და აი გეჭხუბება რა, აი ბოდიში უნდა მოუხადო, ისეთი ვიდია კი არა. მოკლედ Harley Stand-ზე ვართ ახლა, ყველაზე მეტი გართობა ზოგადად აქვს ამ სტენდს წარმოდგენილი. არის მაგიდის ფეხბურთი, ასევე მაგიდის რაღაცა ბურთი კიდე წარმოდგენილი არის. კიდე რაღაცა სათამაშო არის ეგერ იქეთ.
მოკლედ სტილი როგორიც არის Harley-ს რო აი შეიკრიბო მეგობრებთან ერთად დაჯდე რაღაცა მოწრუყო ლუდი გაერთო ფეხბურთზე ელაპარაკო ზუსტად იგივე სახეობის სტენდი აქვს რა ბოლო პერიოდში Harley გადმოდის ნელ-ნელა საღგზაზე და ანუ წარმოდგენილი არის სპორტული Harley-ები როგორც შეიძლება წარმოიდგინო მაგრამ სპორტული Harley-ა წრიული რბოლისთვის განკუთვნილი Harley-ები აგერ ორი მოდელი არის წარმოდგენილი და ასევე უკანა მხარეს წავამარო ასევე წარმოდგენილი არის adventure-ის Harley-ები მოკლედ ბოლო წლებში Harley კრუიზერებიდან ნელ-ნელა ცდილობს რომ შემოაბიჯოს სხვადასხვა კლასებში და ყავს adventure-ი ეს მოდელი ჩეხეთში თუ პოლონეთში არ მახსოვს უბრალოდ იქვე გავატარე დიდი შორი მანძილი არ გამივლია ამ მოდელი და ძალიან კომფორტული არის თუმცა რაღაც აი Harley-ს ვერ წარმოვიდგენ ვერც adventure-ად და ვერც მით უმეტეს სპორტ ბაიკად რა აქ არის street version-ად წარმოდგენილი მოკლედ ნელ-ნელა Harley ცდილობს რომ ფეხი აუბას თანამედროვეობას და აღარ დააბეროს ეს ახალგაზრდობა და აი თუ მამები და ბაბუები ძალიან Harley-სტები არიან შვილებიც შეუძლია რომ Harley-სტი იყოს, შვილებსაც შეუძლია თქონ ხლად ბაბუისნაირი მოტოციკლი აღარ ატაროს და ატაროს მაგალითად სპორტ ბაიკი Harley-ს ან adventure-ი ატაროს Harley-ს. ბაბუაც ბედნიერი იქნება, თვითონაც ბედნიერი იქნება. მოკლედ რა ვიცი, ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი სტენდი, შემიძლია გამორჩეულად თქვა EICMA-ზე და ეხლა ამის იქეთ წავიდეთ, უფრო ლამაზი სტენდები მეგულება და ის დავათვალიეროთ, წამო? ხო სასწაულად მაგარი არის ზოგადად adventure-ის კლასი. ეხლა აფრიკა ტვინის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ნუ ძალიან ლამაზი არის ეს ყველაფერი ნამდვილად სტენდზე ესე გამზადებული. მაგრამ ამ მოტოციკლზე მეტად არის აი ეს უსაყვარლესობა, პროსტა ამას შეხედეთ. ქლოი წარმოვიდგინე ეხლა ესეთ ჩანტაში როგორ მიზის და როგორ დავატარე. იდეაში მაინც ვატარებ ქლოის, ოღონდ ჩანთა არ ჭირდება თავისით იცის თავისი ადგილი მოტოციკლზე და კომფორტულად მგზავრობს ძალიან, მაგრამ აი ეს ძალიან საყვარლობა არის და აი აზრია სხვათა შორის ბაკის ჩანთა ძაღლისთვის და ნახოთ, აბა შეიძლება მოვარგო ქლოის მოკლედ ესეთი ჩანთა. ეს არის განახლებული Ducati Hypermotard-ი, ეხლა ვართ Ducati სტენდზე. გუშინ იყო ამ მოდელის პრეზენტაცია, განახლებული ვერსია არის. წინა მოდელებთან მქონია შეხება მივლია და დიდად ვერ აღფრთოვანებულ ვარ, თუმცა ეს მოტოციკლი უკვე აი სხვა აი დიზაინის პიკია რა, როგორ შეიძლება სუპერმოტო ამ კლასის სუპერმოტო ამაზე ლამაზი შექმნა ვერ წარმომიდგენია. ეს კი არა, აი ბოლოში აყენია მივალთ ეხლა Ducati-s Cross-ი არის ახალი გამოსული, Enduro არის იქით Cross-ის და Enduro-ც რა. და Enduro-ც გააკეთეს, ძირითადად ხო Enduro ყველა ერთნაირი, აი რა უნდა გავუკეთო, რომ Cross და Enduro-ს რაღაცა განსხვავებული კონდეს, ხო აი პლასმასებს რასაც მიაყენებ, ფაქტიურად ერთ და იგივე არის ყველა Cross-ი და Enduro, მაგრამ აი ეხლა განახევთ არ ვიცი, იტალიელები არიან, აი ღმერთები დიზაინის, Cross-ის და Enduro-ს კი ისეთი ლამაზი გამოუვიდათ, რომ აი მიხვდებით ეხლა თქვენ თორე დაგათვალიერებინებ და იგივე არის ამ შემთხვევაშიც ამ კლასის სუპერმოტოებში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ულამაზესი მოდელი გააკეთეს, შექმნეს ეს Hypermotard-ი, ბოლო თაობა რაც არის ულამაზესი არის და პერფორმანსი რაც ნახე გუშინელი რაც წავიკითხე რევიუები, მართლა უიდეალურესი არის, როგორც წერენ და ეხლა პრაქტიკაში რა იქნება, ჯერ არ ვიცი, ახალი მოდელია და ჯერ არ მქონია ამასთან შეხება, მაგრამ ძველი მოდელები, ძველი Hypermotard-ები რაც ვატარე, დიდად არ მომეწონა და ეს
ეს უკვე იმდენად დადებითად ვარ განწყობილი, რომ უკვე მე თვითონ მინდა რომ ვატარო ეს მოდელი და ალბათ მალე მექნება მომავალში შანსი რომ ეს გავატარო. ხო, აი ამ შემთხვევაში კი ამ მოდელის პრეზენტაციას გუშინ გააკეთა Ducati-მა. ეს არის უკვე Desert X-ის ბოლო ვერსია განახლებული, წინა მოდელისგან რაღაც პატარ-პატარა ცვლილებები შეიტანეს და ანუ ამ შემთხვევაში ყავს ესეთი light adventure კლასი, ვისაც აინტერესებს, აი მაგალითად ჩვენ შემთხვევაში რო წარმოვიდგინოთ თუშეთში აი ამ ბაიკით წახვალ აფრინდები ჩვეულებრივად რა იმდენად მარტივი სამართავი არის და იმდენად კომფორტული არის რაც თავარია. და მონაცემები აქვს, აი მართლა სიგიჟე მონაცემები აქვს და მოკლედ მე light adventure-ის მოყვარული არ ვარ, ზოგადად უფრო heavy adventure-ი უფრო მომწონს მე პირადად, ან სპორტტურისტი. მაგრამ ვისაც ეს კლასი მოსწონს, ამაზე მაგარი ამ კლასში ჯერ არ ვიცი, აი არ ვიცი რა, უნდა ვნახო რა არის ამაზე მაგარი რა, იმიტომ რომ რაც წერია მონაცემები და მიტარებია ერთხელ Desert X-ი, ამის წინა მოდელი და მართლა სასწაულის ატარებელი არის და თუ იმას გაქვთ მაგის სურვილი, თუ გექნებათ შეხება და შეიძენთ, არ ინანებთ არავინ, გპირდებით მაგას. ბევრი ამაზე არ ვიცი რა შეიძლება ვილაპარაკო, ეს არის მარტივად რა ვთქვა მოტოციკლეტების ქალღმერთი. კონკრეტულად ეს მოდელი ასევე გუშინ წარადგინა Ducati-მა და ეს არის ზოგადად მოტო ბრენდების რაც კი რამე შეიძლება რომ high performance იქონდეს, ყველაფერი არის თავმოყრილი ამ მოდელში. Ducati Panigale V4 R ვერსია, რომელიც წარადგინეს გუშინ განახლებული ვერსია, ნუ ჩვეულებრივი ეს ვერსიისგან განსხვავდება, ძირითადი არის ეს ქვედა შემშვები საჰაეროები, გააშავეს ქვედა პლასტმასი, ასევე დამატებული არის დამატებითი საჰაეროები და ნუ ბაკი მისი ესე ხელმოწერა ვერცხლისფერი, თუმცა რა ვინც არის ეს შემიძლია უთხრა რომ ეს ვერცხლისფერი ბაკი არ არის, ეს უბრალოდ არის ალუმინის ბაკი, რომელიც არ არის შეღებილი იმისთვის რომ იყოს მაქსიმალურად მჩატე, ანუ ტიპები რა ლეველზე არიან, იფიქრე რომ იმაზე ფიქრობენ რომ საღებავიც კი ამძიმებს მოტოციკლს და შესაბამისად აქვთ აი ესე გაკეთებული, მოკლედ უბრალოდ ლაკი აქვს დასხმული ბაკზე და წარმოდგენილი არის ამ მდგომარეობაში. მოკლედ ამის მერე უკვე არსებობს WSBK და MotoGP-ის ვერსიები. მანამდე არის ეს მოდელი, რომელზე უკეთესი უბრალოდ არაფერი არ შექმნილა. Brembo იქნება, Olinsi იქნება, სპროკეტების რომელიმე ბრენდი იქნება, ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი რაიმე წარმოდგენილი გვახსენდება თავში high performance, ან ყველაზე ძლავრი და სასახელო რაც კი რამე შეიძლება მოტობრენდები წარმოვიდგინოთ, ყველაფერი არის თავმოყრილი ამ მოდელში და რა თქმა უნდა არის შეზღუდული ტირაჟით ეს მოდელი და არ გაიყიდება ეს უბრალოდ ვერ შეიძენ ამ მოდელს ჯერჯერობით რიგი არის ამაზე და თუ იმეს ეხა უნდა ჩადგეს რიგში და შეიძინოს ეს მოტოციკლი, როცა მოუწევს მაშინ და როცა ამ მოტოციკლს ფასი არ დაუვარდება, როდესაც დრო გავა, უფრო მეტად გაძვირდება, ვიდრე ეხლა ეღირება. შესაბამისად, თუ იმეს გაქვთ ამის ყიდვის საშუალება, არც კი დაფიქრდეთ ერთი წამით იყიდეთ. უიდეალურესი მოტოციკლი არის და ნუ უბრალოდ კომფორტი უნდა გადადოთ გვერდზე. ამითი კომფორტი არ უნდა მოთხოვო ამ მოტოციკლს, უბრალოდ დაჯდე და მიიღო სიამონება, რასაც ეს მოტოციკლი მოგცემს. დიზაინის პიკია რა, უსექსუალურესი არის, მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. სიტყვებიც კი ზედმეტია, არ ვიცი ამ მოდელზე ზოგადად რა ვთქვა, ულამაზესი არის, სასწაულად დახვეწილი აქვს ყველა ნაკვთი აბსოლუტურად. თავის კლასში, ნუ ზოგადად ყველა კლასი უჭირავს Ducati-ს სილამაზით და დიზაინით, შემიძლია თავმოყრა თქვა, რომ Ducati არის ნომერ პირველი თითოეულ კლასში, ათვისებული აქვს სილამაზე მაქსიმალურ დონეზე. ჩემთვის ძალიან სასურველი მოდელი არის, კონკრეტულად Multistrada V4S და მომავალი წლისთვის მაქვს გეგმაში ან Multistrada V4, ან BMW S1000 XR. ამ ორიდან რომელიმე უნდა ავარჩიო. რო უყურებ, არ ვიცი, აი ვერც კი ხვდები რა შეიძლება აი ამ მოდელს დაუწუნო, რა, უყურებ და ულამაზესი არის და ძალიან მაინტერესებს როგორ იქნება შორ გზაზე სამოგზაუროდ, ნუ მიტარებია Multistrada, წინა მოდელი და წინა მოდელიც მიტარებია, თუმცა ესე შორ გზაზე არ წავსულვარ და პრაქტიკაში არ მქონია და ძალიან მაინტერესებს და ნახოთ, ალბათ გავტესტავ მალე მოკლედ შორ გზაზე Multistrada-საც. სასწაული მოტოა.
აი ამას ახლა ჩემი აზრით აკლია უკან საბარგული, წინ ცოტა დიდი ვაინსკრინი და უფრო მუქი ფერის და აქაც პატარა ჩანთა, უკან პატარა დუგატის ჩანთა, როგორც ახლა მიკიდია დუგატის ბრენდის და დაждომა და წასვლა ეგრევე შორს ძალიან. სასწაულად ლამაზია. ძალიან ლამაზია და ეფექტურია რაც თავარია. აი ახლა მოვედით. აბა, აი ახლა მოვედით. აი ახლა არა ვართ, ახლა ვართ. ხო, ახლა ვართ BMW-ში, EICMA-ს ყველაზე გამორჩეულ სტენდზე, დუგატის, კავასაკის და ჰარლისთან ერთად. მოკედ აი ამ ბრენდება წარმოადგენს მართლაც ღირსშესანიშნაობა, თავიანთი რაც კი შეიძლება რომ ყველაზე წარმოსადეგი მოდელები ქონდეთ მოიყვანეს აქ და სტენდით შეფუთეს ისე ლამაზად რომ აი ყველას უნდა რომ აქ მოხდეს რა, აი ყველას უნდა რომ ან BMW-ში გაერიოს, ან დუგატიში გაერიოს, ან ჰარლიში, ან კავასაკში. წამონახო დავათვალიეროთ BMW რას გვიმზადებს წინ, დავინახე შევიდან რომ რაღაც პატარა გასართობებიც არის და ნახოთ როგორ მოგვეწოდება. აი ეს არის მოდელი, რომელსაც ვერ შორდები. იმდენად ლამაზი არის ეს მოდელი და იმდენად დამაკმაყოფილებელი არის ჩემთვის ყველანაირად, რომ ძალიან მიმდის გული და აი ალბათ გავიქაჩები აი ამ მოდელისკენ რა. ძალიან ლამაზია ალბათ დამეთანხმებით. პერფორმანსი რაც ნახე წერილობით, რაც წავიკითხე, არის მართლა იდეალური და ტარებას რაც შეეხება ერთხელ ვატარე ეს კონკრეტული ბოლო მოდელის S1000X-ერი და ძალიან მომეწონა, აღფრთოვანებული ვიყავი. ოღონდ ვატარე ძალიან პატარა სივრცეში შორგზაზე არ წავსულვარ და ძალიან მაინტერესებს და ძალიან დაიპყრო ჩემი გული და მგონია რომ ძალიან დავმეგობრდებით მე და X-ერი მალე. ალბათ ამეთანხმებით რომ მართლაც ულამაზესი მოდელი არის. თავისი აი ამ საბარგულებით უბრალოდ შეგიძლია ჩაალაგო ყველა შენი ნივთი აი ამ საბარგულებში დაქოქო და პირდაპირ გაუდგე სადმე ევროპის ან აზიის გზას. სასწაულად ლამაზი არის და ძალიან დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი აი ამ მოდელით სადმე ძალიან შორს 20,000 კილომეტრამდე დაახლოებით რა. ძალიან მომწონს და მგონია რომ ძალიან კომფორტული იქნება და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება მოგზაურობა აი ამ მოდელით. BMW სტენდზე ასევე წარმოდგენილი არის BMW M4 GT3 კაფის წარმომადგენელი მანქანა, რომლითაც ასპარეზობს ვალენტინო როსი. ეს არ არის მისი პროტოტიპი, კონკრეტულად ის მანქანა არის, რომლითაც ვალენტინო როსი ასპარეზობს და რომლითაც წლევანდელ წელს დაადუღა GT3 კაფი. ულამაზესი არის, არ ვიცი, აი ვერაფერს ვერ დაუწუნებ რა. დაათვალიერეთ. იმედია თქვენს მოგეწოდება. ხო, მოკლედ შემოუგორებიათ BMW-ს კონცეპტუალური მოდელიც, რომელიც წერს წარადგინა BMW-მ და აი ამ მოდელით გვპირდება, რომ მომავალი წელი იქნება აი ესეთიო BMW მოტორადის თვალით. ნუ იდეაში ძალიან საინტერესოა, ცოტა უცხო არის, რაღაც თვალი ჯერ არ არის შეჩვეული და ვერ მელამაზება სიმართლე გითხრათ, თუმცა რა თქმა უნდა, როცა შეეჩვევა თვალი, გონია რომ თან ახლა ფერებიც როცა მიეცემა ამ მოდელს და რაღაც დამატებითი აქსესუარებით როცა დაუყენდება, მგონია რომ ძალიან გაალამაზებს იერსახეს ამისას. ნახოთ, საინტერესო არის ნამდვილად შტამბეშტავი ნამდვილად არის და მგონია რომ მოძრაობაში ძალიან დიდ ეფექტს მოახდენს. ამ მოდელში BMW მოუყარა ყველანაირ ტექნოლოგიას, რაც კი რამე გააჩნია, ჩააქსოვა ამ მოტოში და ნახოთ, მომავალ წელს გვიჩვენებს მოკლედ რა იქნება მისი შედეგები. ჩემს გემოვნებაში ახლა ამ წუთას ვერ ჯდება ეს მოდელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მე არავინ მეკითხება, აი აქ რა ხდება, მაგრამ ჩემ გემოვნებაში ჯდება აი ეს ყველაფერი, რაც ჩემს ზურგს უკან არის და შემიძლია დაგათვალიერებინოთ, ეს არის მართლა ხელოვნების ნიმუში. სათითაო თითოეული მოდელი შემიძლია ვთქვა, რომ დახვეწილობის პიკი არის და ხელოვნების ნიმუში არის. აქ წარმოდგენილი ყავს M1000X, M1000R. ეს არის სტრიტ ვერსია, ნუ ძრავი აქვს სამივეს ერთი და იგივე, უბრალოდ დეფორსირებული ძრავები არის. ამ შემთხვევაში იქ გვაქვს M1000R-ის შემთხვევაში გვაქვს აი რაც კი შეიძლება რომ მოიღოთ ძრავი და ამოიღეს ბოლომდე. გააწურინეს მოკლედ ბოლომდე ძრავს. ეს არის, ნუ სტრიტ ვერსიაში Ducati Street Fighter-ი V4S-ი რაც არის, მისი კონკურენტი არის და ასევე ZH-2-ის კონკურენტიც არის. ეს თუმცა დიზაინით მგონია რომ ZH-2-ს ყველავარიანი ჯიჯობია დიზაინით და
Street Fighters ვერ ჯობია რა, მაგრამ აი ზედროზე ხარ, აი გინდა რომ დაიპყრო მთელი ქალაქი რა, აი შენია რა რომ მოძრავ, აი ხა საჭეზე ხელს კიდებ და შენია რა, იმენ აი მთელი დედამიწა შენი არის რა. ამ შემთხვევაში ყავს M1000 XR-ი, რომელიც არის სასწაული მოტოა რა, აი რა შეიძლება რომ დაუწნო ვერ უყდები, ყველაფერი აქვს ამ მოტოს, ერთადერთი ჭირდება უკან საბარგულები, დაჯდომა საწვავის ჩასხმა და შორს წასვლა, ძალიან შორს წასვლა. შთამბეჭდავი ამ ვერსიაში ის არის, რომ ტრეკზეც იდეალურად არის ეს მოტოციკლეტი მორგებული და სამოგზაუროდაც. ნუ სამოგზაუროდ დიდად კომფორტული ესე ვერ არის, როგორც S1000 XR-ი, ცოტა უფრო მაინც სპორტ ვერსია არის ეს რა, მაგრამ დამერწმუნეთ ძალიან მაგარი მოტო არის და ვინც იყიდის ამ მოტოს, არავინ არ ინანებს და უსურვებ ყველა აი ამ ბრენდის მოტო მოყვარულს რომ გაესინჯოს ერთხელ მაინც როგორია M1000 სერიით სერინობა, ვისაც გაუსწორდება M1000 RR-ი არსებობს, M1000 XR და M1000 R-ი. ხო. ძალიან ლამაზია. ძალიან მაყოფილი ვარ აი აქ მოსვლით და აი ამ სტენდით ულამაზესი სანახაობა შემოგთავაზა BMW-მ და იმედი მაქვს თქვენც ისიამოვნებთ. ეხა შევდივარ, ესეთი დახურული სივრცე არის, სადაც არის იმიტაცია ქარის, კარდოს ბრენდი არის წარმოდგენილი აქ და ნახულობ როგორი ღირსშესანიშნავი ხმის იზოლაცია აქვს, მოკლედ კარდოს ამაყობენ ამითი და ნახოთ რა შედეგს დადებენ. არ ვიცი რამდენი კილომეტრი საათის სიჩქარის იმიტაცია არის, თუმცა დაეწერება შიგნით სავარაუდოდ ყველაფერი და გეტყვით მოგიყვებით მე თქვენს ამ ყველაფრის შესახებ. ძალიან საინტერესო ტესტი იყო, მოკლედ დაახლოებით 100-დან 125 კმ/სთ სიჩქარემდე მოძრაობდით მოტოციკლით, მაგის ილუზია იყო, მოკლედ და ხარი როცა გიბერავდა, ხმებზე ვნახულობდით რაიმე სხვაობა იქნებოდა თუ არა კარდოს ბრენდის აუდიო სისტემაში, რომელიც იყო ჩაფხუტში დამონტაჟებული. ძალიან მაყოფილი ვარ, სხვათა შორის მართლა 125-ით მივდიოდი, ეწერა იქ და არაფერი ხმა ზედმეტი არ შემოსულა, იდეალურად მესმოდა მუსიკა, რომელიც იყო ჩართული. რა ალბათ ლაივშიც ეგრე იმუშავებს, სავარაუდოდ რახან ეს ტესტ დრაივი მსგავს ლეველზე შექმნეს და გააკეთეს, სავარაუდოდ ლაივშიც პრაქტიკაშიც ესე იქნება, მოკლედ სავარაუდოდ. ამ წუთას გავართ ჩაფხუტზე და აი ხტუნაო, ნუ დავდივარ ზევითკოვი და არაფერი ძრა არ აქვს აბსოლუტურად. არა ის ხარისხი არის ეს, მოკლედ. ამ შემთხვევაში ხა დამიცოტა მძიმე არის, მაგრამ ჩემ წუნას იდეალურად უძდებს, მოკლედ რა. აი, ჩამოხდი. მოკლედ, ვისაც რაიმე კითხვები ქონდა არაისთან და ზოგადად იაპონურ ხარისხთან დაკავშირებით, შოი იქნება თუ არა იქნება თუ იაპონურ ბრენდები ზოგადად მაგას ძალიან ხას უსმევენ, რომ აი უსაფრთხოება არის ნომერ პირველი მათთვის. დიზაინზე ჩემს გემოვნებაში დიდად არ ჯდება ზოგადად იაპონური ჩაფხუტების დიზაინები და ფერები, თუმცა ნუ ხარისხზე ხმა არ აქვს, არავის ამოსაღები, იმიტომ რომ ხმის იზოლაცია იქნება, ტექნიკური შესრულება ნებისმიერი დეტალის, ყველაფერი არის უმაღლეს ლეველზე და ვისაც სურვილი და ინტერესი აქვს, შეუძლია უყუროს ცოტა ხანში, როდესაც დავბრუნდებით საქართველოში, გადავიღებთ ტესტებს ჩაფხუტების დამტვრევასთან დაკავშირებით. ხარისხს შევამოწმებთ, ესე ვთქვათ, ერთგვარს და იმედია საინტერესო იქნება ეს ვიდეოც. ეხლა ვართ მე-7 პავილიონის Honda-ის სტენდზე. ერთ-ერთი უდიდესი სტენდი აქვს Honda-ს წარმოდგენილი წელს EICMA-ზე. მსგავსი მეგა ბრენდები, რაც არის Honda, Triumph, Yamaha-ც, Kawasaki-ც, BMW, Ducati-ს არ ქონდა ერთი რაღაცა მასშტაბური სტენდი, თორე დანარჩენი ყველას აი მსგავსი დიდი უდიდესი სტენდი აქვს. ანუ ფაქტიურად 4 სტენდი აქვს გაერთიანებული და ნუ შესაბამისი ტექნიკაც ყავთ წარმოდგენილი, ყველა კლასში არიან აბსოლუტურად წარმოდგენილები, თუმცა Honda-ის მაინტერესებს ერთი კლასი, ეხლა რაც ეხლა ახალი სიახლე არის, რაც წელწადადგინა Honda-მ სპორტურისტის კლასში CB 1100 თუ 1000, არ ვიცი, ეხლა ვნახავ, მოვძებნი მაგ მოდელს, ძალიან მაინტერესებს ახალი სპორტურისტი წარადგინა და შეაბიჯა მაგ კლასშიც Honda-მ და ვნახოთ, ძალიან საინტერესო არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და
ნახოთ, აბა მოვძებნოთ ახლა აქ სადღაც აქ ეყენება. მოკლედ ეს არის CB1000 GT, რასაც ველოდებოდი და ვეძებდი Honda-ში. ახალი მოდელია, რომლითაც შეაბიჯეს სპორტურის კლასში და ეს არის კონკურენტი ისეთი მოდელების და ბესტსელერების, როგორიც არის მაგალითად Yamaha MT-09 Tracer GT, ასევე BMW S1000 X-Serie და მსგავსი კლასის მოტოციკლები, რომელთა კონკურენციაც მე ეჭვება, რომ ეხა ამ მოდელმა შეძლოს, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება, როგორც ნახე რევიუები ძალიან კომფორტული არისო და შორგზაზე საერთოდ არ არის დამღლელიო, რაღაც დეტალებზეც ჰქონდათ ქარხნულად მოყვება ძალიან ბევრი დეტალი, რომლის დაყენებაც შემდეგ არ გიწევს რა. მაგრამ დეტალურად ჩავეძიები ამ მოდელს და ოდესმე რა ვინმე თუ შემოიყვან საქართველოში გადავიღებდი დიდი სიამოვნებით ამის რევიუს, იმიტომ რომ ნელ-ნელა ხდება ხალხი ზოგადად რომ სპორტ ტურისტი, light adventure-იც შეიძლება უწოდოთ, ძალიან პოპულარული ხდება ნელ-ნელა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში და ხვდებიან რომ შორს მოგზაურობები და კომფორტულად მოგზაურობები ის არის რისკენაც, ყველა ზრდასრული ადამიანი ისწრაფვის. ჩემთვის პატარაა, ესე მგონია, ამ კლასში ხა მე პირადად ამ მოდელს არ შევარჩევდი და უფრო სხვა მოდელებისკენ ავიწეოდი, მაგრამ საინტერესო არის. ახალი მოდელია, Honda-ის და იაპონელების მოყვარულები ბევრნი არიან და შესაბამისად მათთვის გულგასახარი არის ამ ახალი მოდელის შემობიჯება და დაველოდოთ, აბა რა შედეგები და მონაცემები ექნება ამ მოტოს. ძალიან საინტერესო სტენდს მოვაგენი Nikon-ის და Honda-ის კოლაბორაცია არის. იღებენ პროფესიონალურ ფოტოებს, როგორ შედიხარ მოსახოვში, მუხლ და იდაყდადებული. ნახოთ ახლა დავჯდები მეც და გადავიღოთ ფოტო, როგორ გამოვა, განახებთ მე თქვენც. ერთ-ერთ მეგა ბრენდთან მოვედით Triumph-თან, რომელსაც ასევე უდიდესი სტენდი აქვს წარმოდგენილი მეხუთე პავილიონში. ჩემი გული დიდად ვერ არის Triumph-თან დამეგობრებული, მაგრამ ნახოთ რა ხალხმრავლობა ნამდვილად არის, მოდელები ძველები ყავთ წარმოდგენილი, წელს რაღაც სიახლე არ შემოუთავაზებია Triumph-ს, თუმცა ყავს Triumph-ს თავისი მოყვარული, საქართველოშიც უამრავი ადამიანი არის, ვინც ეტრფის Triumph-ს და მართლა ძალიან კარგი მონაცემების და პერფორმანსის ბაიკებს ქმნის Triumph-ი, მანამ სანამ გაფუჭდება, რომ გაფუჭდება მე მაგარი დარხეული აქვს მე პატრონეს. წამო დავათვალიეროთ როგორი სტენდი და როგორი სილამაზეები შემოგთავაზეს წელს Triumph-მა. მოკლედ ეს არის Triumph Rocket 3 Air ვერსია, უკვე განახლებული, რომელსაც უფრო მეტი ცხენის ზალა აქვს და დიზაინში არაფერი შეუცვლად, უბრალოდ ფერები დაამატეს ახალი ამ ვერსიაში. აჩქარების მხრივ ამ კლასში მართლაც ძალიან ესე უკონკურენტოა, მეთქი ვერ ვიტყვი ხა, როდესაც არსებობს Ducati X-Diavel და Diavel, თუმცა ნამდვილად თავის კლასში ერთ-ერთი პირველი არის, ვისაც ეს კლასი მოსწონს რა მათთვის. აჩქარება არანორმალურად მაგარი. სხვა შორის ამაღზე გვიდევს Rocket 3 გავტესტეთ ჩვენ ტრეკზე და უბრალოდ აჩქარება გადავიღეთ პრინციპში დიდი ტესტ დრაივი მანდ არ ყოფილა, მაგრამ კომფორტის თვალსაზრისით ძალიან კომფორტული არის და ძალიან ჩქარი არის, რომელიც აი ამ კლასში ცოტა იშვიათობა არის, მსგავსი თორქი და სიმძლავრე და ვისაც ეს კლასი მოსწონს, მათთვის ძალიან საყვარელი მოდელი არის, მოკლედ კლასიკად არის უკვე ქცეული, რა თქმა უნდა. აქ არის Triumph Daytona 660 3-ცილინდრიანი, უკვე განახლებული ვერსია, რომელიც დიდად ვერ იპყრობს ჩემს გულს, მაგრამ ყავს ამასაც თავისი მოტომოყვარული საზოგადოება. მონაცემები მართლა ძალიან მაგარი მონაცემები აქვს. იდეაში თავისი კლასი რაც არის, ერთ-ერთი ტოპ ტიპი არის, მაგრამ აქვე დავამატებდი, რომ მანამ სანამ კიდევ ერთხელ წერა როგორც აღვნიშნე, სანამ გაფუჭდება, იმიტომ რომ სერვისის თვალსაზრისით ჯერ საქართველოში რაღაცა ესე ბუმ არ არის რა Triumph-ის სერვისი, რომ მიხვდა ნებისმიერი დეტალი, ნებისმიერი აქსესუარი იშოვო
ან თუნდაც დაასერვისო ისე იდეალურად, რომ რაღაცა, კმაყოფილიყო ყველაფრით. რაც არის ტრიუმფის კლასები, რაც აქვს ათვისებული, ყველაფერი არის წარმოდგენილი, აქ რაღაცა სიახლეები არ არის, არაფერი წლევანდელი, ახალი არაფერი წარუდგენიათ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ბრენდს ყავს თავისი მოყვარული საზოგადოება. ძირითადად მაინც უფრო ისეთი ხალხი არის, რომელიც უფრო კლასიკურ სტილს აწვება და თან უნდა რომ თანამედროვეობასაც არ ჩამორჩეს. ხარისხზე და კომფორტზე რა თქმა უნდა არაფერს არ ვიტყვი, მართლაც ტოპ ლეველი უჭირავს ტრიუმფს, თუმცა ნუ რა ჩემი გული ვერ დაისაკუთრა, ბევრი წელია უკვე და ტრიუმფი არის მოკლედ ის ბრენდი, რომელსაც არ ვფიქრობ, რომ ოდესმე მეყოლება რა. Eros კუთხე არის ეს. აი, ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. ZX6-ერი, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ZX6-ერი მსოფლიოში, იმდენი დეტალი უყენია. ძალიან ბევრი დეტალი აყენია ამ მოტოციკლზე. ისეთი ფასეული, რომ მოტოციკლის ღირებულებას 20 ჯერ აღემატება აი ამ კონკრეტული ღირებულება. ძალიან ლამაზია თან. ეხლა ვართ Bike Lift Europa, ესეთი ბრენდი არის, რომელიც აწარმოებს მოტოციკლეტებისთვის, მოტოსერვისისთვის ნებისმიერ აღჭურვილობას აბსოლუტურად თუ ვინმეს აქვს სურვილი რომ მოტოსერვისი გახსნას, ნებისმიერი ტექნიკა შეუძლია იპოვოს აქ იმისთვის რომ დაასერვისოს თავისი ან სხვისი მოტოციკლი. ძალიან მაგარი დიზაინი არის, ყველაფერს თავი დაანებო, იმდენად იდეალურად აქვს ყველაფერზე ნაფიქრი და იმდენად პრაქტიკულადაა გაკეთებული და ხელმისაწვდომი ყველაფერი, რომ ვისურვებდი რომ მსგავსი სახის სერვისი გქონოდეს საქართველოშიც. ეხლა რაღაცა ცოტა ისი არ მინდა გამომივიდეს, რახან ჩემთან ძალიან ახლოს არის, მაგრამ პიტსტოპში, პიტსტოპის სერვისი არ ვიცი ვისაც აქვს ნანახი, მსგავსი ტიპის სერვისი არის პიტსტოპში, ანუ ეს ყველაფერი, ის რაც პიტსტოპში ალაგია, არის წამოღებული და ჩამოტანილი მთელი სერვისი, გამზადებული არის, აი ესეთი ტრანსპორტირებული არის ევროპიდან მსგავსი არა Bike Lift-ის სხვა ბრენდი არის, მაგრამ ჩამოტანილი არის მთელი სერვისისთვის საჭირო აღჭურვილობა. რასაც ნუ რა თქმა უნდა ყველგან ვერ შევხვდებით. სხვა მოტოსერვისებაც რომ იბაძონ, რა თქმა უნდა მარტივი არ არის და არც იაფი არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ საჭიროა ვართ უკვე საქართველოში იმ დონეზე, რომ იმდენი მოტოციკლი მოძრაობს საქართველოში, რომ სერვისით შესაბამისი ჭირდება და ძალიან გამიხარდებოდა თუ მსგავსი სახის სერვისს ვიხილავდი, ესე მოწესრიგებულად, დისციპლინირებულად და პერფექციონისტულად რო იყოს ყველგან გალამაზებული და მომზადებული სერვისი. ანუ აი ეს ყველაფერი ხა და ხე ჰაერი იქნება, პნევმატური იარაღი იქნება, აქ ვულკანიზაცია არ ვიცი ქართულად როგორ არის, მაგრამ ყველანი მივხვდებით, რასაც ნიშნავს. იმდენად პრაქტიკულად არის, რომ აი მაგალითად აი აქ რო ერთი სტენდი გეყენოს მოტოციკლის დასასერვისებლად, შენს გვერდზე არის ყველანაირი ტექნიკა აბსოლუტურად. არ გიწევს სხვაგან გასვლა, ზრავის დაშლას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. როგორ დეტალებზე აქვს, იცი ნაფიქრი, აი ნუ ნაგვის ჩასაყრელი შეხედე რა, ისე ამაზეც კი ნაფიქრი არის. აი ესეც აი ეს რო ავიღოთ, აი კანჩი რო ავიღოთ და კანჩი რო დავაგდოთ, არ სრიალებს, ხლები, ხელს ვერ გაასრიალებ. აი როგორც აქ შეიძლება რომ ესე გავასრიალოთ, აქ ხელს ვერ გაასრიალებ. ანუ კანჩის დაყრაზეც კი ნაფიქრი აქვს, რომ არ გადავარდეს სადმე, არ დასვაროს ზედმეტად და ასე შემდეგ. ეხლა ვართ ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ პავილიონში, თელს ეიკმაზე, კონკრეტულად აი ამ მოდელის გამო. ეს არის CF Motos ახალი V4 მოდელი, რომელსაც CF Motos შეაბიჯა სპორტ ბაიკებში ყველაზე მაღალ კლასში. მოკლედ 183 კილოა დაახლოებით ეს მოტოციკლი და 200-ზე მეტი ცხენის ძალაა. ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რომ CF Motos ამ მოდელი დაითვისა ყველა კლასი აბსოლუტურად, რაც კი მოტოს და კვადროს ეხება. ყველაზე დიდი სტენდი აქვს მთელს აი ამ პავილიონში, მე-6 პავილიონში CF Motos და ძალიან ბევრი სიახლე აქვს ჩამოტანილი. ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სტენდი არის CF Motos-ი. მე მგონი მართლაც კაი ნამუშევარი არის. რა თქმა უნდა, ხმარებაში გამოჩნდება, შემდეგ უკვე რა მონაცემები აქვს და რამდენად გაუწევს კონკურენციას თავის კლასში სხვა მოტოციკლეტებს. მაგრამ ნუ როგორც ესეთი
საინტერესო არის ბევრი ადამიანისთვის ძალიან და ნახოთ მონაცემებს ცოტა ხანში ამოვიღებ და თქვენც ყველანი გაიგებთ ინტერნეტის მეშვეობით უკვე ამ მოტოციკლის მონაცემებს. მარტივად რა ვთქვა 183 კილო და 200 პლუსი ცხენის ძალა უკვე ყველაფერზე მეტყველებს. დანარჩენს დავველოდოთ ტესტებს უკვე ამ მოდელის და გვეცოდინება ყველას ღირს თუ არა ამ მოტოში თანხის დაბანდება. ვეწევი. აპექსამდე მოვედი. ოკეი. მოკლედ მოვრჩით ახლა ელექტრობაიკებით ჯიმხანა ვიარეთ, ვიგაზავეთ, პირველზე გავედი, მოუგე, ინსტრუქტორსაც მოუგე, კაროჩე, დავადუღე ინსტრუქტორის და всё, მოვრჩით და დავაფინიშეთ და დავაპარკინგეთ ახლა ელექტრომოტოციკლებით და წავალთ ჩავაბარებ ამ აღჭურვილობას და გამოვალ მეც გარეთ. ზუსტად ესე ვაკეთებ მეც რა. 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ აღარ მახსოვს, ზუსტად ესე ვაკეთებდი, ამილეთებს ვამოხამებდი და მე რა 1 წელი ვიწექი ლოგიში. ფეხმოთეხილი, მაგრამ ვიცი რა, ეს დახურული მაქვს ეს ეტაპი მე რა. რამდენადაც შემთხვევით სამწუხარო არ უნდა იყოს, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და მოვიდა ამ ვიდეოს დასრულების დროც, ისევე როგორც ჩვენი EICMA-ზე მოგზაურობის დასასრულიც. ერთი კვირა EICMA-ზე ვართ და არ ვიცი, რა სიტყვები არ ყოფნის უბრალოდ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველას გისურვებთ, მთელი გულით მინდა, რომ უამრავმა ქართველმა შეძლოს ჩამოსვლა აქ და ჩემნაირად გაბედნიერდეს, მიიღოს ეს ზღვა ინფორმაცია, რომელიც აქ დახვდება და შესაბამისად მე თუ გამოიყენებს ამ ყველაფერს თავის საქმიანობაში ძალიან გამიხარდება მე პირადად. თუ რაიმეში შემიძლია თქვენი დახმარება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომწეროთ და მეც შევეცდები, რომ მაქსიმალურად ჩემი მიღებული პრაქტიკა რაიმეში გადმოგცეთ და გამოიყენოთ. მთელი წლის განმავლობაში აი ამ ყველაფერს უნიდით იმისთვის, რომ თქვენამდე მოგვეტანა ეს ინფორმაცია. ნუ იდეაში ჩვენ ისედაც ვიზავდით ამ ყველაფერს, უბრალოდ თან კამერას ვატარებდით და ძალიან გამიხარდება, რომ ეს შრომა დააფასოთ და უბრალოდ გამოგვიწეროთ, არაფერი არ თქვენგან საჭირო, გარდა იმისა, რომ უბრალოდ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაეულოთ შემდეგ სიგიჟეებს, რაც წინ გველოდება. ძალიან მადლობა მინდა გადაუხადო კონკრეტულად EICMA-ზე მოგზაურობისთვის. პირველ რიგში პიტსტოპ მოტოს ჩვენი აქ მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზი არის ზუსტად პიტსტოპ მოტო და მისი გუნდი, რომელსაც უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო მათ. ასე უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს არხს, ვინც გვერდში უდგას, მეგობარი კომპანიები, პირველ რიგში Tegena Motors, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ასევე Sneki და ასევე Mobinex-ი. მთელი წლის განმავლობაში ეს კომპანიები გვერდში გვიდგანან, ჩვენს ვიდეოებს მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხელი წაუკრან, რომ კიდევ უფრო მეტად მხიარული, სახალისო, უფრო ინფორმაციული და მასშტაბური გამოვიდეს. გამიხარდება უბრალოდ თუ დაალაიქებთ ამ ვიდეოს, დააკომენტარებთ რაიმეს და გამოიწერთ ჩვენს არხს.